რა არის პიროვნული განვითარება, რისთვის გვინდა ეს, ხო, ყველაფერი. აქ ავდივართ ცოტა ესეთ ფილოსოფიურ გააზრებამდე, ხო, რა არის ცხოვრება, როგორ მუშაობს სისტემა, კანონების სამყაროსეული როგორ მუშაობს. ჩვენი პირადი შინაგანი კანონების როგორ ემთხვევა გარემოს, მაგალითად, სხვა ადამიანების ღირებულებებს და აი მთელი ცხოვრება ფაქტობრივად გავდივართ აი ამ გზას, რომ ვიპოვოთ რაღაც დონეზე ბალანსი. მოვერგოთ ამ რეალობას, ხო და ჩვენ თავზეც მოვირგოთ ის რეალობა, ხო? ხშირად ხარ, როცა ასტროლოგიით ვართ დაინტერესებული, ან პრობლემები გვაქვს, ან რაღაცეებმა დაგვაფიქრა, ხო? რაღაც გამოვიარეთ რაღაც სიტუაციები და მოგვიყვანა ასტროლოგიამდე, ზოგს რელიგიამდე მიყავს, ხო? ზოგს რაღაც ფილოსოფიურ გააზრებამდე. აი რატო შეიძლება იყვნენ ადამიანები ძალიან კარგები, ხო? ანუ უყვარდეთ სხვების საზღვრებს იცავდნენ. როგორც წესი, მათ გაიარეს ტრავმები და ზუსტად ამიტომ. თუ ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც აქვს ემპათია სხვების მიმართ, პოზიტიური როლი შეიტანოს ადამიანებში, ესმის სხვების ტკივილის, მას აქვს, ესე იგი, რაღაც სერიოზული ტრავმები, მაგალითად, მის საზღვრებს ლახავდნენ, გამოიარა რაღაც დონეზე დამცირება, გამოიარა შევიწროება, ხო, მისი საზღვრების ყველა დონეზე, ხო, ზოგჯერ ფსიქოლოგიურად, ზოგჯერ ფიზიკურად, ზოგჯერ მორალურად და ასე შემდეგ. მე თუ მესმის სხვისი ტკივილის, ესე იგი, მე ეს გამოვიარე და ამიტომ მესმის, თორე ისე ჩვენ ვერ გავიგებთ რაღაცებს, თუ შეხება არ ქონია ამ სფეროსთან, ხო? შეიძლება ტრავმული არის ადამიანი, რაც უფრო მეტი ტრავმები გვაქვს გადატანილი თან, უფრო ადრე ახალგაზრდობაში, მით უფრო დირიდებს თავს უკვე ადამიანი ამ ტრავმებისგან, უკვე შემდგომ ასაკში, ანუ ესე ადვილად აღარ ეშვება რაღაც ნეგატივებში, ხო? ამიტომ აი პიროვნული განვითარების კუთხით რო შევხედოთ, ეს რთული ცხოვრება რაღაც კუთხით გვიცავს მომავალში სერიოზული შეცდომებისგან. მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ზევიდან შეხედონ ტრავმულმა ადამიანებმა, იმათ ვინც არ აქვს ტრავმები მიღებული და ნორმალურად ცხოვრობდნენ, ხო? ნუ მთლად ესე არავინ არ არის, ყველას თავისი დრამა აქვს. ახალგაზრდობაში კი რაღაცა შეიძლება სირთულეები გავიარეთ, მაგრამ კარგად ვიცხოვრეთ, სწორად ვიცხოვრეთ და განვითარების გზიდან არ გადმოსულ ვართ. აი ეს არის პიროვნული განვითარება, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ ასპექტს, მეგობრებო, ძალიან ბევრ რაღაცაში არის ჩასახრმავებელი აქ, ძალიან ბევრი მუშაობა არის საკუთარ თავზე საჭირო, ხო, რომ ეს გავაცნობიეროთ, სად ვდგავართ, უკან რა გვაქვს, მაგალითად, როგორი გარემო გვაქვს. როცა ვლაპარაკობთ პირად რუკაზე, აი აქ რაღაცნაირად დიალოგი გამოდის უკვე ურთიერთობაში, რომ თვითონაც ფიქრობენ, აი ამ ასპექტზე რო ველაპარაკები, აი ეს ესეთი რაღაცა ჩანს. და მინდა რომ მიხვდეს ადამიანი, ანუ რაღაც თერაპია იყოს ეს, ფსიქოლოგიური თერაპია და არა უბრალოდ ინფორმაცია დაუყარე და წავედი, ხო? გაცნობიერებაში უნდა მივიდეს, თან ვიწერ ამ ჩანაწერს, იმისთვის რომ კიდე მოусმინოს, კიდე ტრიგერივით ტრიალებდეს, ხო, ეს ინფორმაცია, რომ კიდე გაცნობიეროს ადამიანმა საკუთარი მე, სად იმალება, სად არის მე, ხო?